გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ გიორგი და წარმოგიდგენთ Zoom-ის მორიგ ვიდეო მოხილვას. 2017 წელი ტექნოლოგიურ სფეროში ძალიან კარგად დაიწყო. ბევრმა წარმომადგენლებმა ახალი smartphone-ები და gadget-ები წარმოგვიდგინეს. არ დააყოვნა კომპანია Huawei, მათ განახლებული smartphone-ი წარმოგვიდგინეს, რომელიც ბიუჯეტურია. მას ძალიან მიმზიდველი ფასი და რაც თავარია კარგი მონაცემები აქვს. დღეს ჩვენი სტუმარია განახლებული 2017 წლის Huawei პირველ i10. 2017 წლის პირველ i10 ძალიან მიმზიდველი დიზაინით გამოირჩევა. ის საკმაოდ თხელია, მხოლოდ 7.6 მმ და ხელში ძალიან კომფორტულად თავსდება. მას წინა და უკანა მხარეს 2.5 დეშუშა იცავს. გვერდები კი პლასმასისგან არის დამზადებული, თუმცა ერთი შეხვედრით ის მეტალს გავს. სამწუხაროდ არ აქვს ოლეოფობური დამცავი ფენა, ანუ smartphone-ის ანაბეჭდებისგან გაწმენდა ხშირად მოგიწევთ. ეკრანი 5.2 ინჩიანი Full HD რეზოლუციით გახლავთ. ის IPS ტექნოლოგიით არის დამზადებული, ხოლო PPI 424-ში ადგენს. ფერებით კარგი და ნათელია. ერთ-ერთი შავი ფერი ცოტა მოლურჯოდ ანათებს, თუმცა ყოველდღიურ მოხმარებაში ეს ხელს არ გვიშლის. ჩიპსეტი ტრადიციულად Huawei-ისთვის თავისი წარმოების 8 ბირთვიანი Hi-Silicon Kirin 655-ია. რა თქმა უნდა, ის არ არის ფლაგმანური, თუმცა ბიუჯეტური smartphone-ის კვალობაზე ძალიან კარგი და სწრაფი ჩიპსეტია. ოპერატიული მეხსიერება 3 GB აქვს, შიდა მეხსიერება კი 32. მისი გაზრდა 256 GB-მდე არის შესაძლებელი. რის შემთხვევაშიც მეორე სიმბარას დაემშვიდობთ. სლოტი უკვე სტანდარტულად ჰიბრიდულია. Antutu's testში 55000 ქულას იღებს. საშუალო თამაშებს კარგად ართმევს თავს, ცოტა ძლიერი თამაშების დროს კი გრაფიკის მნიშვნელოვნად დაწევა მოგიწევთ. აღსანიშნავია ის, რომ მის კონკურენტ smartphone-ებთან შედარებით ბევრად სწრაფად მუშაობს. ამისთვის დიდი პლუსი Huawei-ის. კამერა Sony-ის წარმოების არის. ის 12 მეგაპიქსელიანია ფაზური ავტოფოკუსით. დიაფრაგმის ზომა 2.2-ია. კამერის ფუნქციონალი ფლაგმანებთან შედარებით შეზღუდული აქვს, თუმცა აქვს HDR Pro და სხვა რეჟიმები. ფოტოს ხარისხი ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან კარგი ხარისხისაა. ეს იქნება დღისით, ღამით თუ შენობაში გადაღების დროს. ფერები ნათელია, დეტალიზაცია კი მაღალი. წინა კამერა 8 მეგაპიქსელიანია. ის ძალიან მაღალი ხარისხის ფოტოს იღებს. და რაც თავარია, ეს smartphone-ის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. 2017 წლის პირველ i10 ერთ-ერთი პირველი smartphone-ია, რომელიც გაყიდვიდანვე ნუგაზე მუშაობს, რაც ძალიან დიდი უპირატესობაა. მას მეხუთე ვერსიის Emotion UI აქვს და ის არც თუ ისე დახვეწილად გამოიყურება. ნუგას დიდი პლუსი მისი flat დიზაინია, ხოლო MUI-ის ამ ვერსიაში ის უფრო iOS 7-ის აიკონებს გავს. ინტერფეისი სწრაფად მუშაობს, აქვს ორნაირი ლანჩერი. პირველი სტანდარტული და მეორე დამატებული მენიუთი. თუმცა თუ ეს ყველაფერი არ მოგწონთ, ყოველთვის არის შესაძლებელი სხვა ლანჩერის დაყენება. დიდი სანაბერტი სენსორი უკანა მხარეს განლაგდა. ის სწრაფად და შეფერხების გარშემო მუშაობს. ელემენტი 3000 mAh-ში ადგენს. საშუალო დატვირთვით ის 2 დღემდე უპრობლემოდ მუშაობს. აქვს ენერგიის დაზოგვის რეჟიმი, რომელიც საგრძნობლად ახანგრძლივებს ელემენტის მუშაობას. საერთო ჯამში 2017 წლის Huawei პირველ i10 ძალიან მიმზიდველი ბიუჯეტური smartphone-ია, რომელსაც ბევრი დადებითი მხარე აქვს. რა თქმა უნდა, მას აქვს მინუსებიც, თუმცა მისი ფასიდან გამომდინარე უმნიშვნელო. მისი შეძენა Zoom-ის ქსელშია შესაძლებელი. დღეისთვის კი სულ ეს იყო. მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე.